ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აკეთებს ამ წუთებში განცხადებას თბილისის საქალაქო სასამართლოსთან პირდაპირ ეთერში შეგვიძლია მოусმინოთ მას. როგორც ცნობილია, რუსაპეტა დიქტატორ ოლიგარქმა გადაწყვიტა აასრულოს ჩვენი ერის მოძულეთა უძველესი ოცნება საქართველო უკართველებოდ. ამისათვის თავის მთავრობას ამ დღეებში მიაღებია გადაწყვეტილება, რომ ყველა განკვეთილი ქვეყნის მოქალაქეები დაწყებული ავღანეთიდან გაგრძელებული სირიით, იემენი, ნიგერია, პაკისტანი შემოვიდნენ უვიზოდ საქართველოში. რის შემდეგაც აქ ჩვენი ადგილი აღარ დარჩება. და მოგვიწევს სადმე გაქცევა თუ გავასწარით. აი ამას გვიმზადებს. ეს გაგვიმზადა ოლიგარქმა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ აქედან ჩვენგან მოპარული მილიარდები და ეროვნული ქონება მას გადამალული აქვს არაბულ ქვეყნებში, რადგან დასავლური სანქციების გამო იქ ვეღარ აკეთებს ტრანზაქციებს და არაბული ქვეყნების მოთხოვნაა, რომ მათი მოკავშირედა და მონათესავე ქვეყნის მოქალაქეებიც შემოდიოდნენ აქ ყოველგვარი შეზღუდვისა და ვიზის გარეშე, რაც არის ჩვენი ერის გადაშენების დემოგრაფიული გარდასახვის და აი ამ ქვეყანაში სრულიად სხვა ჟრიამულის რეალობის საფრთხე, რომელიც უკვე კარს მოგვადგა. ჩვენ გავასაჩივრეთ ეს გადაწყვეტილება მთავრობის საქალაქო სასამართლოში, ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გაუქმებას, სანამ ხალხი გაუქმებს თვითონ, ხალხი გაუქმებს თავის ხელით აი ამ ანტისახალხო გადაწყვეტილებებს და მოუწოდებ სასამართლოს, რომ ერთხელ მაინც ეროვნულ ჰანგებზე ამღერდეს და ერთხელ მაინც იფიქრონ, რომ თუ არ იქნება ეს ხალხი აქ, ვინც ხელფასი გადაუხადა, აქ დანიშნა, გააღზარდა, ხო? მაშინ თვითონაც აღარ იქნებიან, მათი ადგილიც არ იქნება და მოსამართლეებით ჩვენ გვეყოლება იემენიდან, პაკისტანიდან, ნიგერიდან, ლესოტოსოდან, გამბიადან და ყველა იმ ქვეყნიდან, საიდანაც ხალხი გაქცევაზეა და ეს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი